თეატრმა არა მარტო ის პროფესია გაპოვნინათ, რომელიც დიდ სიამოვნებას განიჭერთ დღემდე, თქვენი სიყვარულის ისტორიაც თეატრიდან დაიწყო, თქვენი მომავალი მეუღლე, ზაზა მიქაშავიძეც პირველ სპექტაკლში იყავით პარტნიორები თუ შემდეგ? არა, მანამდე მე ვიცნობდი ზაზას. ძალიან ხშირად ბატონმიშა სტუდენტები მოდიოდნენ ხოლმე ჩვენთან ლექციებზე. ეს იყო ძალიან დიდი მოვლენა. ეტყობა, ეხა ზაზასაც მოწონდა ჩვენი ჯგუფი, ან სადღაც რაღაცა შორიდან გვითვალთვალებდა, ან რაღაც აინტერესებდა ეს ჩვენი ჯგუფი და ხდებოდით ხოლმე ძალიან ხშირად. სულ კითხულობ, რას დადის ეს ზაზა მიქაშავიძე, რას დადის ჩვენთან ერთად. მაგრამ რა საკვირველია, დარაბების რეპეტიციამ დაგვაახლოვა, იმიტომ რომ ჯერ ესეთი გვიან თავდებოდა და მაცილებდა. მერეც თამაშობდით, ანუ როცა ცოლ-ქმარი ვიყავით და დიდხანს აღარ. იმიტომ რომ ამის თამაში უკვე შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ მიყვარდა ეს ადამიანი და ეხა თამაშობ კარგად, როცა არ გიყვარს და ეს თამაშია და თამაშობ და როცა ნამდვილ გზნობებზეა ლაპარაკი და რა საკვირველია. შენია პირადი. ინტიმურია. ძალიან შენია და ამიტომ ამის ვიღაცისთან გაზიარება სულ არ გჭირდება. ძალიან ლამაზი გოგონა იყავით. და დარწმუნებული ვარ, ბევრი თაყვანისმცემელი იქნებოდა თეატრალურშიც და შემდეგ არა თეატრალურში, სკოლაშიც. უწევდა გამკლავება თქვენი თაყვანისმცემლები. არა მგონია. მე მაგ საკითხში ძალიან როგორ გითხრათ, უხეში კი არა, კაცრი ვარ. ესე იგი, თუ არ მომწონდა იმასთან პირდაპირ წყვეტდი ურთიერთობას, რომ როგორ გავედე. მაგრამ ურტალოსავით შეიძლება კალათით ვარდები ეგზავნა სახლში. ამერე ეს მე მსახიობი ვარ, გარდა იმისა, რომ ზაზას ცოლი ვარ და იმან იცის, რომ მე როგორც ჩემ პროფესიაში თაყვანისმცემელი მეყოლებოდა. სანამ ზაზა იქნებოდა და ეს სიყვარული დაიწყებოდა, მანამდე თუ იყო ესე თაყვანისმცემელი, ან სერენადები თუ უმღერია თქვენიდან, ან ყვავილები თუ გამოიწვია. არა, როგორ არა, ყველაფერი იყო, არ მაკლდა არასოდეს არაფერი, რა საკვირველია. მაგრამ ჩემი არჩევანი იყო ზაზა და პირველი სიყვარული. პირველი სიყვარული, კი. პირველივე კოცნიდან ვიცოდი, რომ ეს არის ჩემი მომავალი და ყველაფერი. პირველი კოცნა იყო გადამწყვეტი, რომ მივხვდით, რომ ეს იქნება თქვენი მეუღლე. ამდენი წლის ცოლქრობა, მით უმეტეს მსახიობებს შორის არის ძალიან იშვიათობა. უნებრივია იქნებოდა დაძაბულობა, როგორ არა, სულ ჩხუბობთ. დაშორების პირას ყოფილიყართ როდესმე? არა. დრო აი ესე გადაგეწყვეტათ, რომ მოდი იქნებ დროებით ცალ-ცალკე ვიყოთ. არა. დავფიქრდეთ. არა, ღვთისმადლით ასეთი მდგომარეობა, რომ ცალ-ცალკე ვიყოთ, არასოდეს არ ქონია. რა ვიცი, შეიძლება იმიტომ რომ ბინასახლი არ ქონდა, სადაც წავსულიყავი ცალ-ცალკე. შეიძლება ამიტომ არ მიფიქრია სხვათა შორის სადაც წავსულიყო, ან სადაც წავსულიყავი. არა, ამას ნახევრად ხუმრობით ვამბობ. არა, არ ყოფილა ესეთი რამე. თუმცა ეჭვიანობა იქნება ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი პარტნიორები ყავდათ თქვენს და მასაც. ვერ ხვდები რა გვემართება. ვერ მაპატი. არ შეგიძლია. შენი საღამოს ვერასოდეს ვერ მაპატი. გაჩერდი. იცი რატო დავდივარ ყოველ საღამოს ხან კინოში, ხან სტუმრად. იმიტომ რომ მარტო დარჩენის გვეშინი. არა, ესეთი რამე არ მქონია არასოდეს. მე მგონია რომ მე უფრო ეჭვიანი ვარ ხართ. არ გამოგიმჟღავნებიათ არასოდეს. არ ვამჟღავნებ, მაგრამ რო გითხრათ რომ სიამოვნებს არა. ისე ვინმე უცდია თქვენი ოჯახის დანგრევა, ამ პრობლემების შექმნა, იყო მცდელობები. არა, მე მაინც მგონია რომ ვინმე ვერ შეეცდება, შენ თვითონ თუ არ მოინდომე ეს ყველაფერი. ეს არ იქნება მესამე პირი. არა, ვერა. რომ მე და ზაზა ამდენი რაღაც გავიარეთ ერთად. ის რო თუნდაც ამდენი ხანი შვილი არ გვყავდე. მე ყველაფერი მესმის. რა გესმის? შენ შვილები გინდა.